ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია, მას 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და 1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ორგზის პრემიერმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ის სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს. ღარიბაშვილს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხაც ჩამოერთვა. ოზურგეთში დაპირისპირება არასრულწლოვანებს შორის დაიწყო. ერთ-ერთის ბიძას, რომელიც სუსის თანამშრომელია, დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მეორის ბაბუა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელზეც გურიის მოამბეწერ და განცხადება გაავრცელა. ირაკლი დგებუაძე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე დანიშნეს. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. მის დაქვემდებარებაში იქნება ქურდულ სამყაროსთან და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ტრეფიკინგთან, კიბერდანაშაულთან და მიმავლაში მყოფ პირებთან ბრძოლა. ავტორიტეტული უცხოური გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ირანის წინააღმდეგ თავდასხმის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. მათ შორის კიბერშეტევებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ან ისრაელის მიერ პირდაპირ დარტყმებს. წარსულში შეერთებული შტატები არასწორი გეგმების გამო დამარცხდა. დღესაც მათი არასწორი მანევრები ამერიკას დაცემამდე მიიყვანს. ასე გამოეხმაურა აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის გაფრთხილებას.